ეს დღესასწაული ჩვეულებრივად 31 დეკემბერს აღინიშნება. სრულად ადამიანებს სჯეროდათ, რომ ზუსტად ამ დღეს, 31 დეკემბერს, ადამიანის სამყაროსა და ზეციერი სამყაროს პორტალები იხსნებოდა და იქიდან ავისულები გადმოდიოდნენ. სწორედ იმ ფორმებს, რომელსაც ახლა ეკრანზე ხედავთ, ხალხი იმისთვის იცმევდა, რომ ის ავისულები დაეფრთხო. საშიშ ფორმაში გადაცმული ბავშვები მიდიოდნენ კარ-და-კარ და იძახდნენ trick or treat, რაც იმას ნიშნავს, მომეცი ტკბილეული ან დაგწყევლი, ან რამე ტრიუქს გიზავ. ეს მიგვანიშნებს, რომ თუ ტკბილეულს არ მისცემდნენ ბავშვებს, ის რაღაც საშინელ ხუმრობას, ან უბრალოდ რაღაცა ტრიუქს გაუკეთებდა, როგორიც არის ფოკუსი. უეც არის შეშინება, რომლებიც ბავშვებმა საკმაოდ კარგად იციან. ჰელოუინზე ძალიან ბევრი საშიში ისტორია შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ არც ერთი არ არის მართალი, იმიტომ რომ ეს ისტორია, რასაც ყვებიან ხალხი, ეს ყველაფერი ტყუილია, რადგან ჰელოუინი არის ჩვეულებრივი დღესასწაული, რომელიც არ არის მართალი. მაგრამ არსებობს ისტორიები, რომლებიც მართლა ჰელოუინის ღამეს მოხდა, ოღონდ არა მოჩვენებების მიერ, არამედ ადამიანების მიერ, რომლებიც ჰელოუინზე გამოდიან და უნდათ რომ ბავშვები დააზარალონ ამ დღით. ძალიან ბევრი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ. მაგალითად, მე მოგიყვებით ერთი 9 წლის გოგოს ისტორიას. სახელად ელისის ისტორია. ელისი 9 წლის გოგო იყო, რომელიც ჰელოუინზე თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად წავიდა ტკბილეულზე. ყველას ეცვათ კოსტუმები. ელის ჯადოქრის კოსტუმი ჰქონდა შავი ქუდით. როცა ისინი ქუჩაში დადიოდნენ, ერთი სახლი ძალიან ლამაზი დეკორაციებით იყო მორთული. მოჩვენებები, ბნელში მჟუტავი შუქები და ხმები. ელისი ისე მოიხიბლა, რომ მარტო მივახოვდა სახლს და დაიკარგა მეგობრების თვალწინ. საბედნიეროდ მას ჰქონდა ტელეფონი და დაურეკა დედას. მალევე იპოვეს. ამის შემდეგ მან თქვა, რომ მგონი ჰელოუინზე ყველაზე მაგარი არაა მარტო კოსტუმები, არამედ ის, რომ შენს ახლობლებთან ერთად ხარ და უსაფრთხოდ ხარ. ეს ვიდეო ამით დასრულდა. ბედნიერ საღამოს გისურვებთ.